მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. აი ასეთები სალმებით მე ყოველ დილით ვისალმებით ჩემს მაყურებელს YouTube არხზე და TikTok-ზე. და ზუსტად დავიწყე ჩემი გზა ქართულ სივრცეში, ქართულ ენვანების სივრცეში 4 წლის წინ გამოვედი და ვთქვი, რომ მოვედი თქვენთან და თუ მიმიღებთ, კარგია. თუ არა და, რას ვიზავდი, ხო? და დიდი მადლობა ყველას, ვინც ნამდვილად დიდი სიყვარულით მიმიღო. მაგრამ მაშინ მე ჩემი თავი წარმოვადგინე როგორც ტარონუმეროლოგი, კი, ფსიქოლოგიც და ენერგოპრაქტიკოსი, მაგრამ დღეს მოვიდა ის დროც, რომ მე მინდა კიდე ჩემი თავი წარგადგინოთ, აი ცოტა უკვე სხვა კუთხიდან. იმიტომ რომ სანამ და გავხდებოდი ტაროლოგი, რა თქმა უნდა მქონდა რაღაც ჩემი გზა და ძალიან მაინტერესებდა საერთოდ აი ჩემი ყოველთვის ინტერესი იყო იმისი, რომ მინდოდა ადამიანების დახმარება. აი ეს იყო ჩემი აი რაღაც სასწაული, სურვილი ყოველთვის და ღმერთს ვეხვეწებოდი, რომ მომეცი ეს გზა, რომ სადღაც აი მასწავლე, რითი შემიძლია ვიყო საჭირო ადამიანებს. და ყოველთვის ღმერთი მაძლევდა მაგ საშუალებას. მე იმიტომ ვიძახე, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც თავისი თავი შექმნა თვითონ. არა მარტო მე, მაგრამ თვითონ, იმიტომ რომ მე ყოველთვის ვუსმენ სამყაროს, მე ყოველთვის ვუსმენ ჩემს ანგელოზებს, მე ყოველთვის ვუსმენ, რა თქმა უნდა, უფალს. იმიტომ რომ მარტო ადამიანი არაფერი არ არის. რა, მარტო რომ თქვა, რომ აი მე გავხდი ესეთი მაგარი, იმიტომ რომ თქვა მარტო მე ვარ, არა. და დღეს ნამდვილად მე მინდა ჩემი მეორე ალბათ ან პირველი მისია გავაზიარო. რუსულენოვანის ვარ უფრო და იმიტომ ახლა მაპატიეთ იმს პირველად მიყურებს, რომ შეიძლება თქვათ, სადღაც რაღაც ხარვეზები მქონდეს, ეგ არაფერი არ არის. მე უკვე 4 წელი ვმუშაობ წარმატებულად, ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარე ჩემი მშვენიერი ქართული ენით და ეხლა მინდა გითხრათ რა. ცოტა მინდა მოგიყვეთ თქვენ ჩემი ისტორია, იმიტომ რომ საერთოდ ახლა ვინც მიცნობს, კი, რა თქმა უნდა, ვინც უკვე ჩემ ტრენინგებზე იყო, ვინც კონსულტაციებზე იყო ჩემთან, ხო? ჩემი მოსწავლეები, იმიტომ რომ აკადემია შევქმნია საქართველოში, სადაც ვასწავლე უკვე ტაროს უნიკალური სისტემები, რაც მე თვითონ მივიღე რუსეთში, როცა საერთოდ ჩემი განათლება ეგრევე გავთხილებთ, რომ არის მიღებული ყველაფერი რუსეთიდან. და ესე მოხდა, მაგრამ ჩემი წარმატება უფრო მეტად არის საქართველოში და ამასაც რა თქმა უნდა აქვს თავისი ახსნა, იმიტომ რომ მამით ქართველი ვარ და მამის საგვარეულო ძალიან მეხმარება, ჩემი ყველა ოცნება, ასე რომ ვთქვათ, ხდება აქ საქართველოში. და ამით ძალიან ვამაყობ ყოველთვის და ეს ჩემთვის არის მართლა ძალიან ბედნიერება დიდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გარბის საქართველოდან, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ აქ რანაირად უნდა განვითარდე, აქ რა უნდა გავაკეთო, მაგრამ მე თვითონაც დავბრუნდე და ჩემი შვილებიც დავაბრუნე ორივენი, ამაგათთანაც მინდა გავაკეთო აქ აუცილებლად პოდკასტი, იმიტომ რომ ორივე მყავს ძალიან წარმატებული და ამით მე ძალიან ვამაყობ. და მომიწია კი დაბრუნება საქართველოდან, კი, რუსეთში დავიბადე, გავიზარდე, მოხდა ისე, რომ გავთხოვდი საქართველოში, სამწუხაროდ 14 წლის უკან ჩემი მერე უკან არა, უკვე ბევრი დრო გავიდა, ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და იმისი გარდაცვლილი, რაც რო გარდაიცვალა, ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება საერთოდ, იმიტომ რომ დავრჩა ორი პატარა ბავშვი ხელში და უნდა რაღაც გამეკეთებია. მაშინ არ იყო ეს წავსულები საზღვარგარეთ, ქალები ჯერ არ მიდიოდნენ არსად და ამიტომ რა თქმა უნდა, მოხდა ისე, რომ მომიწია დაბრუნება ისევ რუსეთში. და იქ დაიწყო ძალიან რთული პერიოდი ჩემთვის, საკმაოდ რთული, მაგრამ როცა ადამიანი ხდება აი ესეთ რთულ პერიოდში, ეს ცუდი არ არის, ეს არის ახალი გზის დაწყება. უბრალოდ ეს დღეს უკვე კი ვიცი ეს ყველაფერი, თორემ მაშინ რა თქმა უნდა
პანიკაშიც ვიყავი და საერთოდ ვფიქრობდი რა გავაკეთო, რა თქმა უნდა. მე ვიყავი საქართველოში წარმატებული სკოლის დირექტორი, წარმატებული მასწავლებელი, ვასწავლედი აქ რუსულ ენას საკმაოდ აი წარმატებული პიროვნება ვიყავი საქართველოში, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ რუსეთში როცა დავბრუნდი, იყო პერიოდი, რომელიც მართლა ძალიან რთულად გამოვიარა, მაგრამ დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველაფრისთვის, რაც მქონდა გამოვლილი, იმიტომ რომ ყოველთვის მე მჯეროდა იმისი, რომ ადრე თუ გვიან ჩემი ცხოვრება შეიცვლება. და დავიწყე, რა თქმა უნდა, ძიება იმისი, რომ აი რა შემიძლია გავაკეთო მე. ვგრძნობ, რომ აქ ძალიან რაღაც პერსპექტივები მაქვს, ახლა არასოდეს მე არ ვიყავი ისეთი ადამიანი, რომ არ მოქმედებდეს, ხო? და რა თქმა უნდა, სამყარომ მიპასუხა. მე ხა არ დაღლი თქვენ ახლა იმ ჩემი ძალიან ისეთი ისტორიებით, ხო? უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მთავარი რაც მე გავიგე, ეს არის ის შენი შინაგანი განწყობა. შენ თუ გჯერა იმისი, რომ არაფერი ცხოვრებაში არ გამოგივა, შენ თუ გჯერა იმისი, რომ რა ვქნა ასეთი ბედი მაქვს, რა ვქნა ეხლა ნუ დედაჩემი, მამაჩემი ასე ცხოვრობდნენ ჩვენი ბაბუები, ასე ცხოვრობდნენ და მე რა ვქნა, მე რა გავაკეთო, მე საიდან უნდა მოვიპოვო ეს სიმდიდრე, მე შემიძლია გითხრათ, არც მე არ გავიზარდე ოჯახში, სადაც იყო სიმდიდრე, მოდით ასე ვთქვათ, ეხლა კი არ ვიყავით გაჭირვებულები არასოდეს, მაგრამ ის მომენტი, რომ ვთქვათ, ეხლა მე მდიდრების ოჯახში გავიზარდე, არა. მაგრამ ნუ თუ შევეხოთ ჩვენ ახლა მატრიცას, იმიტომ რომ თქვენ ახლა იცით რომ ეს ბედის მატრიცის კონსულტანტიც ვარ თვითონ წლები და პლუს კიდე უკვე კურსიც შევქმენი და ვასწავლე თვითონ რა ამ ინსტრუმენტს და შემიძლია გითხრათ, რომ კი არსებობს პროგრამები, საგვარეულოს პროგრამები, მაგრამ ეს პროგრამები რომ მატრიცაში არის და რომ წერია, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ გაქვს საშუალება, რომ შენ შეცვალო შენი საგვარეულოს პროგრამა. უბრალოდ უნდა იცოდე როგორ. აი ეს ამ როგორს ვეძებდი მე ვერ ხვდებოდი, რატო დაუშვათ მესამე ენერგია მაქვს მე, თქვათ მატრიცაში, ანუ მე უნდა ვიყო ეს ნუ საგვარეულოს ხაზზე სხვათა შორის მქონდა ზუსტად ის, რომ ესე იგი საგვარეულოში იყვნენ ქალები, რომელიც ძალიან ძლიერები, ქალები, რომელიცაც უწევდა ბევრი რამეს კეთება კაცების მაგივრად, იმიტომ რომ იყო თქვათ ომები და სხვა რაღაც მომენტები და აი ეხლა ესე იგი რადგან მე ეს მატრიცაში ენერგია მაქვს, ესე იგი თან საგვარეულოს ხაზზე, ესე იგი მე რაღაცა ისეთი უნდა გამეკეთებია, რომ გამომიყვანა ეს ქალები იმ მდგომარეობიდან და ნუ ეს უკვე მერე გავიგე რა, როცა უკვე ნახევარი გზა გავიარე, მაგრამ მაინც ახლა ინტუიცია ყოველთვის გეხმარება, ღმერთი შენსკენ არის ყოველთვის და სამყარო და რა თქმა უნდა ახლა ძალები, რომელიც ჩვენ მიგვეთითებენ ჩვენს გზას, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ ნამდვილად ეს თვითონ გინდა, თუ შენ გაქვს სურვილი, რომ შენი ცხოვრება შეიცვალოს და ასე მოხდა, რომ როცა მომიწია დაბრუნება, ესეც ხოთაშორის ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ რუსეთში როცა უკვე მე კი მოვიპოვე ეს ჩემი საქმე, როცა იქ ვისწავლე მე ტარო, ნუ აი ეს იყო საერთოდ შოკი, იმიტომ რომ ეხლა დღეს კი ვიცი მატრიციდან ისევ გამომდინარე, რომ ეს არის ჩემი გზა და ეს უნდა მესწავლო და სული უკვე იყო და კავებული საკრალური ცოდნა უკვე გქონდა სულს, უბრალოდ დრო უნდა მოსულიყო იმისთვის, რომ გახსნილიყო ჩემში ეს ცოდნა. და თან მინდა გავღვნიშნო, რომ ყველანაირი შავი მაგიების ჩარევების გარეშე და ვერ ვიტან ამ თემას, ეგრევე გაფრთხილებთ ყველას, იმიტომ რომ ყველა არხზე მაგას ვაფრთხილებ, ამასაც ახსნა, იმიტომ რომ მაგ პროგრამები ისეთი, რომ ნამდვილად სულს ქონდა ეს დანაშაული წინა ცხოვრებაში და
იყო ჩარეული ასეთ პროცესებში და ამიტომ ეხლა უკვე ამ ცხოვრებაში მე მაქსიმალურად კი არა მე მასე მუშაობ ეკოლოგიურად სუფთად აბსოლუტურად რომ არანაირი იმიტომ არ მეყვარს რიტუალები და არ მეყვარს იქ რაღაც ჩარევები და ასე შემდეგ რა მე მუშაობ მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთად და ისე ვასწავლე ჩემს მოსწავლებს ვინც ჩემთან მოდის ეს ცოტა ასე რომ ამაზე ცოტა დრო დავუთ მე რომ ეცადეთ და ანუ ესე იგი რა თქმა უნდა იქ რომ ეს რატომ იყო იმიტომ რომ გითხარით ვიყავი სკოლის დირექტორი ხო ვიყავი მასწავლებელი კი მომწონდათ არო ძალიან და ნუ როგორც ახლა ბევრს ვიცი რომ უყვარს და მოსწონს მაგრამ ეს ყველაფერი იყო უბრალოდ ნუ ასე თქვათ გართობას ვერ ვეთყოდი უბრალოდ ახლა მართლა მჯეროდა ტაროსი ყოველთვის მაგრამ მე თვითონ რომ გამხდარ ვიყავი ტაროლოგი ნამდვილად მაგისი მე არც მიფიქრია მჯეროდა კი არა არც მიფიქრია მაგრამ როცა ვიყავი ძალიან ესეთი მძიმე პერიოდში უკვე და ვთხოვდი ღმერთს რომ დამეხმარე ამდენი ცოდნა მომეცი იმიტომ რომ მაგამდე მე ვიყავი ქსელურ მარკეტინგში და 7 წლის განმავლობაში 7 აი ყოველ თვე დავდიოდი სემინარებზე უამრავი წიგნს ვკითხულობ ნუ ძალიან ბევრი რაღაცა მქონდა ნასწავლი და ანუ ეს ცოდნაც რო გიგროვდება შენ ფიქრობ აი რა შემიძლია გავაკეთო სად გავცე ხა ეს ცოდნა სხვათა შორის მე სულ ჩემი დევიზი ასეთ რა ვიცი როგორც გინდა ვთქვათ ის რომ უბიძგებ ყველა ადამიანს თუ შენ იცი რამე საქმე არ აქვს მნიშვნელობა რა და ის საქმე შენ მოგწონს აუცილებლად მაგაზე მოუყევი სხვებს იმიტომ რომ ვიღაცებს შენ სჭირდება იმიტომ რომ ყველა ჩვენი ცოდნა ჩვენი არ არის ის ცოდნა ჩვენ მოგცეს იმისათვის რომ ჩვენ კი ჩვენთვისაც გამოვიყენოთ მაგრამ ვიყოთ საჭირო სხვებისთვის ამიტომ გამოვდივარ მეც თქვენთან ხო ამიტომ გეუბნებით მეც რომ აი მე ეს ვიცი და მინდა გაგიზიარო და დღეს გაგიზიარებ მე თქვენ კიდე ბევრ საინტერესო რაღაცებს და ვიცი იმიტომ რომ მაგით მე უკვე ბევრ ვინმეს ვუშველე და ამიტომ ხმამაღლა ვლაპარაკობ აქ გავდივარ სხვადასხვა არხებზე იმიტომ რომ მინდა რომ თუნდაც აი არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი შემოვა ხო ჩემთან თუნდაც ტრენინგი თუნდაც ჩემ კურსზე თუნდაც ამ ვიდეოს რამდენი ადამიანი ნახავს ვიღაცა ხო ნახავს ანუ ის ვიღაცა მიიღებს შეიძლება თქვათ ან თუნდაც ერთ სიტყვას დაუშვათ ხო ჩემგან და ის დაეხმარება მე ვიცი რომ ეს მასე მუშაობს ამიტომ გამოვდივარ ასე საჯაროდ ამიტომ აი ჩემ შვილებსაც რო შევეხე ჩემ შვილებსაც უმაგას ვუბიძგებ და დღეს ჩემი ერთი შვილი არის ცნობილი ვიდეოგრაფი სალომე ბარბაკაძე მეორე ჩემი შვილი არის ძალიან უკვე საკმაოდ ცნობილი აკაკი ბარბაკაძე მშენებლობის სფეროში და ყოველთვის ეს არის აუცილებელი ეს არ არის ახლა რაღაცა სასწაული და უნდა გამოხვიდე და უნდა თქვა მე ეს ვიცი და შეიძლება თქვენც ამით გამოგადგებით რა აი მაგაზე ზუსტად უკვე გიხდის შენ სამყაროს მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით ანუ როცა ეს მოხდა და როც ვისწავლე და იქაც სხვათა შორის რუსეთში წარმატებულად დავიწყე უკვე პრაქტიკები მოხდა სასწაული რომ ანუ მაგაზე სულ ხუმრობ ხოლმე რომ აღარმა ძალებმა გამომაგზავნეს უკან მივლინებით ნუ მე სამუდამოდ ვფიქრობ იმიტომ რომ უკვე საქართველოში რა თქმა უნდა მინდა დარჩენა და დავრჩები და ვარ და იმისთვის რომ ის ცოდნა რაც მე ავიღე იქ საჭირო იყო რომ აქეთ გადმომეტანა და ნამდვილად თან ნახეთ ახლა მაგ პერიოდში კიდე შეიძლება ვინმესთვისაც მნიშვნელოვანი იყოს შეიძლება თქვენ ვაფშე საზღვარგარეთ ხართ ვთქვათ ისწავლეთ კარგად ენა და იქ შეიძლება თქვენ იქ ხართ საჭირო აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მეც ნამდვილად ეხლა 12 წელიწადი ცხოვრობდი საქართველოში 17 წელიწადი ცხოვრობდი რაც მეუღლე გარდამეცვალა გადავედი რუსეთში და იქ 12 წელიწადი ცხოვრობდი რა თქმა უნდა რა ქვეყანაში ცხოვრობ შენ იმ ენაზე ლაპარაკობ უფრო ხშირად ხო და რა თქმა უნდა მეც უკვე მიწევდა მუშაობას და საუბარი უფრო ხშირად რუსულად მაგრამ
და სწავლაც რა თქმა უნდა განათლება ყველაფერი მიმიღებული მქონდა რუსულად, მაგრამ როცა დავბრუნდი საქართველოში, ხა იქ სხვადასხვა ჩემს შვილებს ველაპარაკებოდი ქართულად და მინდა კიდე გითხრათ, რომ აი ეს რაღაც შეიძლება თემას არ შეესაბამისება, მაგრამ მე ძალიან მიყვირს ერთი რაღაცის, როცა საზღვარგარეთ მიდიან და ბავშვებიც რომ მიყავდა, ბევრს მე უთქვიათ, რომ აი ჩემი შვილი საერთოდ ვერ ლაპარაკობს ქართულად. და აი სულ დაავიწყდა ბავშვი ლაპარაკობს სულ ახლა ინგლისურად თქვა, ან რა ვიცი, იტალიურად, ან ივრიტულად, ხო? ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირი რატო? იმიტომ რომ მე ჩემი ქართულით შევუნარჩუნე ჩემ შვილებს ქართული ენა. იმიტომ რომ ჩემი შვილები იყვნენ, ახლა არც იყვნენ ძალიან დიდები, შეეძლოთ იმათაც დაეცოთ, იმიტომ რომ რუსული განათლება მიიღეს, ორივემა მე რა თქმა უნდა რუსეთში დაამთავრეს რუსული სკოლა და უმაღლესებიც რუსულად დაამთავრეს, მაგრამ მე სახლში სულ ველაპარაკებოდა ეს ერთი ცალი დედა ველაპარაკებოდი ჩემი ქართულით, სულ ქართულად ველაპარაკებოდი, რომ არ დაავიწყდეთ ბავშვებს. და რო დაბრუნდნენ ახლა ორივენი წერაც იციან, კითხვაც იციან და საუბარიც იციან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ ბავშვებს უნდა შეუნარჩუნოთ, იმიტომ რომ ეს ჩემი შვილები ახლა უფრო ისევ ადგებიან თავის ქვეყანას და ეს ენა იყოს საჭირო. ამიტომ აი ჩემი რჩევა რა, თუ ხარ საზღვარგარეთ და თქვენი შვილებიც იქ არიან, ელაპარაკეთ ქართულად, შეუნარჩუნოთ, იმიტომ რომ თქვენ არ იცით თქვენ შვილს როდეს გამოადგება. ეს ყველაფერი მე მაგალითად აი ამისი ძალიან აი ჩემთვის ეს არის გასაკვირი, მოდით ასე რომ ვთქვათ, რომ რას ქვია ჩემო, ხა თან როცა დედა და მამა არიან წასულები, ერთად და ბავშვმა თქვა დაივიწყა ქართული. ეს ჩემთვის არის ძალიან უცნაური, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. იმიტომ რომ თვითონ აი ესე შევინარჩუნე. როგორც უცნაური არის ჩემთვის და მიუღებელი, როცა ადამიანი მეუბნება მე ფული არ მაქვს. იმიტომ რომ მე ვიცი ეს რას ნიშნავს და მე ვიცი როგორ შეგიძლია რომ თქვა იყოს საერთოდ უფულოდ, მაგრამ უცბად ფული გაგიჩნდეს. და აი იქ რო დაუბრუნდე ჩვენ, ზუსტად ეს არის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და ის შენ შინაგანად ვინა ხარ, შენ შინაგანად როგორ თვლი შენს თავს. აგიხსნით, ეხლა ნახეთ. როცა მომიწია დაბრუნება და როცა მე მოხდა ძალიან რთული პერიოდი, დაიწყო ეს უბედურება, რაც დაიწყო რუსეთში და ზუსტად მე ჩამოვედი, ანუ 22 თებერვალს მე დავბრუნდი აქ 2022 წელს და 24 თებერვალს დაიწყო ეს ცუდი მოვლენები, რაც ხდება. მე პოლიტიკას არ ვეხები, მე უბრალოდ გეუბნებით, როდის მომიწია, აი ასე მოხდა, მე არც ვიცოდი თუ იქ რამე დაიწყებოდა, უბრალოდ აი ესე დავბრუნდი და წარმოიდგინეთ, რომ ის საკმაოდ კაი უკვე შედეგი მქონდა, შემოსავალიც მქონდა, მაგრამ ყველაფერი აბსოლუტურად დაიხურა ჩემთვის და ანუ თითქოს ნახეთ, ეს ძალიან მაგარი მომენტი სხვათა შორის. თუ დაუშვათ თქვენ ცხოვრებაში, ეხლა ხდება პერიოდი, რომ თქვათ, გაგანთავისუფლეს სამსახურიდან. ან სიტუაცია მოხდა ისეთი, რომ თქვათ, ეხლა მოგიწია თუნდაც შენი სამშობლოს დატოვება და წასვლა. ან პირიქით იყავი საზღვარგარეთ მუშაობდე და უცბად მოგიწია თქვათ, ყველაფერი ისე თქვათ დატრიალდა, რომ მოგიწია დაბრუნება თუნდაც ახლა თქვათ საქართველოში ისევ, ხო? ან სამსახური კარგი ქონდა, ყველაფერი წარმატებული იყავი და უცბად გითხრეს, რომ იცი რა არის, ახლა ასეთი სიტუაცია, რომ უნდა გაგანთავისუფლოთ. იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან კარგი პერიოდი. ეს არ არის სისულელე, ასეთ სიტუაციაში მე ყოფილვარ რამდენიმეჯერ ცხოვრებაში და დღეს უკვე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მაგარი პერიოდი. ეს უკვე იმისი ნიშანი სამყაროსგან, რომ რაღაცა ახალი უნდა დაიწყოს შენ ცხოვრებაში და აუცილებლად ეს ახალი იქნება შენთვის კარგი და შენთვის სასარგებლო. შეიძლება ცოტა მტკივნეული იყო, იმიტომ რომ ადამიანი ეგრევე იმ წუთში ვარდება იმაში, აი რა ვქნა, ეხლა სამსახური რო არ მექნება, რა გავაკეთო, რა ვჭამო, რა ვსვამო, აი ეს ყველაფერი, მაგრამ იცოდეთ, რომ
აი ისევ შენი შინაგანი განწყობა, შენ რას იზამ, ხო? შენ გადავარდები იმ ნერვიულობაში, თუ შენ მობილიზირდები და იტყვი რომ მე ვიცი რომ ყველაფერი იქნება კარგად. თუ აი ჩემი დევიზი სულ იყო, რაც არ ხდება, ყველაფერი უკეთესობისთვის არის რა. და ზუსტად ეს მომენტი როცა მომივიდა რომ აი ეს რო შეიცვალა სიტუაცია და რო დამიბლოკეს ყველა კარტები, ბინა ვიქირავე, იმიტომ რომ თუ რამე მქონდა საქართველოში გავყიდე და ისე გადავედი რუსეთში, იქაც ხო უნდა გვეცხოვრა. და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ მოხდა სასწაული, მაგრამ მე რა ვქენი, იცით, აი ეს შესვლა მდგომარეობაში რა. ვიფიქრე რომ მე ვიცი ძალიან კარგად ეს თემა, მე ვიცი რომ ეს თემა არის აქტუალური, მე ვიცი რომ მე შემიძლია აქ დავეხმარო ადამიანებს ეკოლოგიურად სუფთა, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ საქართველოში არის ეს თემა, რომ ძალიან უყვართ ეს ჯადოების თემები, ეს აშინებენ ხალხს, ამ ტაროთი აშინებენ, რომ თუ შენ ახლა ტაროთი იქნება დაკავებული, შენ არც ბედი გაგეხსნება, შენ ის რაღაცა, მეც მასე ვიყავი. აი ეს სანამ საქართველოში ვცხოვრობდი, რომ გადავედი და რუსეთში რომ ღმერთის წყალობით, რომ რადგან ეს გამიხსნა და მე შემხვდა ისეთი აკადემია, სადაც მე თვითონ ვისწავლე მართლა ნათელი ტაროლოგების რო იტყვიან, აი იქ მე დავინახე, რომ ტარო არაფერით საშიში არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური ინსტრუმენტი, ეს როგორც მე მაგრამ მოფხონე როგორც დანა. შენ დანა შეგიძლია გამოიყენო იმისათვის, რომ გააკეთო გემრიელი საჭმელი, შეგიძლია მოკლა ადამიანი. ეს უკვე შენი არჩევანია, ხო? იგივე არის აქაც რა. მიდგომა. და ამიტომ ვთქვი რომ, მაგრამ აი ნახეთ ახლა ის მე კი არ მოვდიოდი იმ ამბიციებით, რომ თქვა ახლა აქ არავინ არ არის, გამარჯვებად მოვედი და ამხვდეთ. არა. ვიცოდი რომ საკმაოდ კარგი სერიოზული ტაროლოგებიც არიან, როგორ არა, მე მთელი წლები დავდიოდი აქ და კითხავიც არ დამიტოვებია და ხოლმე ტაროლოგებიც ხდებოდნენ, მაგრამ იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი სხვაობა ტაროლოგების და მკითხავების შორის, ხო? მაგრამ მე შევედი იმ მდგომარეობაში და ვთქვი რომ მე ვალენტინა ბარბაკაძე, რომელმაც კარგად იცის ტარო, რომელმაც კარგად იცის როგორ უნდა იცის ფსიქოლოგია, მე შემიძლია ამ ინსტრუმენტით დავეხმარო ბევრ ადამიანს და გავხდე ნომერ პირველი საქართველოში. და ეს უბრალოდ ვთქვი და შევედი ამ მდგომარეობაში. გამოვაცხადე. და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ არ ერთ-ერთი საუკეთესო ტაროლოგია. და უკვე даже ვუშვებ საუკეთესო ტაროლოგებს, ჩემ კოლეგებს, ასე ვთქვათ უკვე რა, იმიტომ რომ ჩემი მისია რომ რაც შეიძლება უფრო თუ გაინტერესებს შენ, ხო, და უშო ტარო და გინდა შენ რომ გაიგო და ამ ინსტრუმენტის მეშვეობით რამე, მაგრამ მიიღე ეკოლოგიურად სუფთა ადამიანისგან, რომელიც არ დაგაშინებს, რომელიც არ გეტყვის ჯადოები გაგწადე, გაიკეთე, ან კიდე 5,000 евро მომიტანე რომ მოგიხსნა, არა. მოხდები ადამიანთან, რომელიც ნამდვილად შენ დაგეხმარება და ეს იქნება ჩემი მოსწავლე. ნუ ან მე ვიქნები. და ეხლა ნახეთ რა ხდება. როცა ამ მდგომარეობაში შევედით, ან ნამდვილად ეს ტექნიკა პარალელურად მე ძალიან ბევრ ტექნიკებს ვეძებდი, იმიტომ რომ მე რო გითხათ ეს შევედი ამ მდგომარეობაში, საიდან ვიცოდი, მე ეს შევედი მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, მე ვეძებდი ბევრ ტექნიკებს იმისათვის, რომ როგორ რანაირად შეიძლება შევცვალო მე ჩემი ცხოვრება. წაკითხული მქონდა ძალიან ბევრი ავტობიოგრაფია ადამიანების, ვინც უკვე გახდნენ წარმატებულები. ბევრს ვიცნობდი. ისეთ ადამიანებს, ვინც თავისი თავით თვითონ შექმნეს და ნელ-ნელა ამ პრაქტიკებს ვაკეთებდი და ყველაზე უძლიერესი პრაქტიკა ჩემი გახდა ეს მედიტაციები. და რა თქმა უნდა, ამიტომ რომ მედიტაცია მუშაობს ძალიან კარგად გვეცნობიერთან. ნუ ეხლა მე აქ არ დავიწყებ ახლა რა თქმა უნდა ტრენინგების ჩატარებას, უბრალოდ გეუბნებით რომ ეს უკვე ჩვენთან ვინც იყვნენ ადამიანები ჩემთან ტრენინგებზე იციან რომ მე ვიყენებ მედიტაციებს და სწავლაც იგივე ჩემთან გინდა მატრიცა, გინდა ტარო, ჩვენ სწავლობთ მედიტაციებით, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ადვილი და ყველაზე კარგი ინსტრუმენტი და ამიტომ ამას რა თქმა უნდა ვიყენებ. და მაგრამ ეს მედიტაციები და ეს პრაქტიკები, რომელიც მე მოვაგროვე,
ძალიან დიდი ნახტომი მომცეს. შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ტექნიკა გამოვიყენეს, როცა მოვდიოდი რუსეთიდან საქართველოში. მაგ პერიოდში სადღაც მქონდა ლარებში, რო ვთქვათ, 1-3-4 ლარი შემოსავალი, როცა მე დავიწყე ტაროლოგია, რო დავიწყე, სხვათა შორის მე მქონდა 0 თეთრი. მე არაფერი არ მქონდა, მე იმ პერიოდში ჩემი ორივე შვილი მუშაობდნენ. მე როგორც უკვე მასწავლებელი დავამთავრე ჩემი მოღვაწეობა და ნამდვილად სკოლაში და არც კოლეჯში სადაც მუშაობდი დირექტორის მოადგილე აღარ მინდოდა. უკვე რაღაცა ეს ეტაპი ზუსტად აი მე რო გითხარით ეტაპი როცა შენ გითხრეს რომ იცით რა არის კი კარგი სპეციალისტი ბრძანდებით, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა მივიღოთ სხვა ადამიანი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ნუ დეკრეტის ადგილზე მუშაობდი რა, ბოლო ჩემი სამსახური ეგრე იყო და აი ეს მაშინ კი ვიყავი ცოტა ისე განაწყენებული, მაგრამ მე მადლობას ვუხდიდი იმ ჩემი კოლეჯის დირექტორს, რომ აი ეს სწრაფად გამანთავისუფლა, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ იქიდან დაიწყო ჩემი ახალი გზა. ზუსტად ეს გზა, სადაც მე ამ ტექნიკებს და ამ ყველაფერს ვსწავლობდი. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მე ჩემს თავს დავეხმარე, აი დღეს უკვე ვფიქრობ, რომ რადგან მე მაქვს ასეთი არაჩვეულებრივი შედეგი, მე უკვე შემიძლია ადამიანებსაც დავეხმარო, ვისაც თქვათ, უნდა რომ თავისი საქმე მოიპოვოს, ან თავისი თავი მოიპოვოს, ან მისი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალოს, მისი ურთიერთობები შეიცვალოს, იმიტომ რომ მე ეს ვიცი, როგორ შეიძლება გააკეთო ადვილად. და ჩემი შედეგი იყო ისეთი, რომ მე რო წამოვედი რუსეთიდან, როგორც გითხარით, ეს უკვე მე მივაღწიე იქ 2 წელიწადში, ნულიდან, ლარებში, იმიტომ გეუბნებით, რომ უფრო გასაგები იყოს, ნულიდან ავედი 3-4 ათასი ლარი მქონდა, მე დავბრუნდი საქართველოში. აი, იმიტომ რომ რაღაცა ჩემმა სულმა დამიძახა, ეს მართლა ასე, მე ვარ პურო ძალიან მიწიერი, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს მართლა მასე მოხდა და ნამდვილად ჩემი ოცნების დაიწყო, აი აქ უკვე ოცნების ნაკადი წამოვიდა, რომ ამიხდა ყველაფერი. პირველ რიგში აი მე მინდოდა ძალიან დაბრუნება ბათუმში და ჩემი რა თქმა უნდა პირველი დაბრუნება იყო მე წამოვედი ბათუმში. ბათუმი მიყვარს უსაზღვროდ და ოცნებად მქონდა შეიძლება ვიღაცას გაეცინება, მაგრამ ეს იყო ესე იგი ეს რასაც ხდება 4 წლის წინ და აი ეს ალბათ 6 წლის წინ მე ვნახე ეს მაგნოლიას ბინა, არ ვიცი რატომღაც იმდენად მინდოდა მაინც იქ მეცხოვრა. ეს და რო დაუბრუნდე, აი მოხდა ძალიან საინტერესო ისეთი სიტუაცია, ჩემ დაქალს ბათუმში ცხოვრობს ჩემი მეგობარი და ქალი, სტუდენტების მეგობარი და მაგას მე ვუთხარი, ეს ჩემი ტექნიკები უკვე დაიწყეს, ხო? მე ვუთხარი, რომ იცი რა არის, მე მინდა სახლი ვიქირავო აქ ბათუმში, ისეთი რომელიც იყოს ან ზღვასთან ახლოს, ან იყოს, ან ზღვას უყურებდეს და უნდა ღირდეს, მაშინდელი ფასებს გეუბნებით, 4 წლის წინ იყო ეს, სადღაც $150 თვეში. ჩემი და ქალმა მითხრა, რომ მე ცოტა ვერ ვიყავი კარგად, იმიტომ რომ სადღაც იქ მეორე, მესამე ხაზზე იყო მაშინ $250 იმ პერიოდში და შენ ახლა რაღაც ძალიან ბევრი მოინდომე. მე ვთქვი, მე ვიცი, რადგან მე ეს მინდა, ეს აუცილებლად მოხდება. და ჩვენ ახლა მთელი დღე, კვირა არა, მთელი დღე დავდიოდით ბათუმში, იქ მაკლერების რა თქმა უნდა დახმარებით, მართლაც ეგეთი ფასები იყო, მაგრამ არც ერთი ბინა არ მომეწონა. მე ვთქვა, მე ვიცი, უკვე საღამო იყო და მე ვიცი, მე ვთქვი, რომ მე აუცილებლად ვნახავ აქ იმას, რასაც ვეძებ. და ის ხათაშორის მომენტი, რომელიც მე ვფიქრობდი, რომ მანამდე 2 წლით ადრე მე რომ ვუყურებდი ამ მაგნოლიას და ვფიქრობდი, რომ ნეტა აქ რაღაც მაინც მეცხოვრა ცოტა ხანი, რატომღაც მაშინ მეგონა, რომ ის იყო რაღაც ძალიან ესეთი პრესტიჟული, რა ვიცი, აი ეგეთი წარმოდგენა მქონდა, ბათუმს ვიცნობ, მე აი 90-იანებიდან რო იტყვიან რა. და ეს ახლა რაღაც ესე მქონდა, პრესტიჟული იყო. და საღამო იყო
და გვერეკავს უკვე ჩემი დაქალი მაშინ სოფელში ქონდა დედამისთან იყო იქ სახლში და იქ ცხოვრობდი და უკვე ვაპირებდით წასვლას და რეკავს მაკლერი ჩვენ მაგდონალია ხო იცით დგას მაგდონალდსთან და იქ ვიდექი ჩვენ უკვე ვაპირებდით წასვლას და რეკავს მაკლერი და იძახეს რომ იცით რა არის თქვენ თუ იცით სად არის მაგნოლია იქ მოდით ეხლა ამ წუთში შემოვიდა ჩვენთან განცხადება რომ ადამიანი აქირავებს აი ასე ბინას და იქნება ნახოთ ჩვენ იქ ვიდექით მეოთხე ხო გითხარი გადავედით ჩვენ და მოხდა როგორი სიტუაცია ეს ბიჭი რა თქმა უნდა ნუ ვინც იყო ფლოდერი დედაჩემის ბინა არის და $250 მე ვთხარი არა მეთქი მე მოგცე მეთქი 2 თვის ფულს მაგრამ თუ იქნება $150 დღეში ეს ბიჭი რა თქმა უნდა ხა შემომხედა ნუ ხა ვერა ეს კალი ვერ არის კარგად ნუ კულტურულად მითხრა დედაჩემს გავესაუბრები რა სიტყვის კარგი მეთქი და მე ვთხარი ჩემ დაქალს ნახავ თუ არ იქნება ეს ბინა ჩემი და ზუსტად არც გავიდეთ 10 წუთი დარეკა დედამისმა და თქვა რომ შვილო მოდი არ ჩემი $170 იყოს და იქ ცხოვრობდი მე ამ ფულად კარგი გადასარევი ბინა იყო რაღაც არაჩვეულებრივი რომ შევიდე ეგრევე ვთქვი რომ ჩემია ეს ბინა აი ამ ფასად როცა მე ერთ-ერთი ჩემი კლიენტი გოგო მოვიდა და მეუბნება თქვენო აქ რამდენი სიხდით მე 970 ვაიმე მე ხილტონში ვცხოვრობ და უფრო იაფად გაგიკეთებ თუ გინდა $100 მე ვთხარ დღეში არა მეთქი თვეში და ეს გოგო უსჭკუიდან შეიშალა როგორ შეიძლება ნუ იქ ძალიან მაგარი ნუ დიდი ფასები იყო რა თქმა უნდა მაგნოლია ეგრევე ზღვაზე ზღვის პირას დგას და ამიტომ რა თქმა უნდა იქ სხვა ფასები იყო ეს მოკლე თუ ცოტა გრძელი ისტორია იმიტომ მოგიყვებით რომ აი ეს ტექნიკები მაგრად მუშაობს და მე დაიწყო ეს სასწაულები იმიტომ რომ ამ ტექნიკებს რო ვიყენებდი მე შემიძლია გითხრათ რომ ჩამოვედი და მართლა რომ ეს რო დაიხურა ყველაფერი და ეს უკვე 4 თვის მერე მე რო გადავედი თბილისში და ზუსტად მაშინ თუ წასული ვიყავი ცოტა ხნით რუსეთში მე დავბრუნდი ისე თებერვალში და უკვე თბილისში დავბრუნდი და იყო ისეთი მომენტი რომ აი ეს ყველაფერი დაიხურა მაგრამ ეს რო ვთქვი რომ მე ვიქნები და გამოვედი და ვუთხარი დღეს უკვე ჩემს უსაყვარლეს საზოგადოებას რომ აი ეს იყო რისკი მაგრამ მე ვთქვი რომ აი ეს ასე იქნება მაგრამ კი არა მოხდა როგორც მოხდა მაგრამ მე ვერ წარმომიდგენე რომ მე რო წამოვედი რუსეთიდან და დავწერე რომ ჩემი შემოსავალი იქნება даже იქნება კი არა მე დავწერე არის მაშინ რუბლებზე დავწერე 300,000 რუბლი ეს დაახლოებით უდრის 10,000 ლარს და რო ჩამოვედე რა თქმა უნდა იყო პერიოდი და ეს პერიოდი ყოველთვის არის ასე ტრანზიტული მაგ პერიოდში დავიწყე მე ჩემი ტექნიკების კეთება და 4 თვეში მე მქონდა უკვე ეს თანხა 10,000 ლარი რომელიც იყო კიდე დიდი რაღაც პერიოდი და მე რა თქმა უნდა გაორმაგდა და გასამაგდა და აი ეს ყველაფერი არის აი ამ ტექნიკების დამსახურება იმაზე მეც გეტყვით რომ ამ პერიოდში და ამ ჩემი ტექნიკებით მე როცა არასოდეს სხვათა შორის არ მიფიქრია არ მეოცნებია თორდეს მე მექნებოდა მანქანა სალონიდან უკვე მეორე მანქანა შევცვალე ახლა მესამესაც ვაპირებ უფრო მაღალი ხარისხის და ნუ ისიც კაი ხარისხის არის მაგრამ ჩვენ სულ გვაქვს სურვილები და ჩემი ოცნების ბინაც შევიცინე აი 150 კვადრატი სადაც მექნება უკვე მაგ უბრალოდ ახლა თავრდება მშენებლობა როგორც მე ვოცნებობდი რომ მეორე სართული არის დიდი ტერასა ჩემი კაბინეტი სადაც მე გავაკეთებ სტუდიოს უფრო ლამაზ იმისთვის რომ თქვენთვის გადავიღო მე ლამაზი ვიდეო ლამაზი იმიტომ რომ მარტო ლაპარაკი კი კაია მაგრამ ხო გინდა რომ გქონდეს კიდე ხედიც ლამაზი ხო და ანუ იმ რაიონში სადაც მე მინდოდა ზუსტად ისეთი ბინა აი
ყველა კუთხე კუნძული, ყველაფერი აბსოლუტურად ისეთი რაც მე მქონდა აი აქ გონებაში და იმ ჩემმა პრაქტიკებმაც ეგაც მოიზიდათ. მე ამაზე შემიძლია კიდე ბევრი ვილაპარაკო. მაგით არ დავიღალით, იმიტომ რომ ახლა ვინც უკვე ჩემთან არიან ტრენინგებზე და ეხლა ხანს გქონდა ჩვენ საახალწლოდ, ტრენინგი ჩავატარე სურვილების ასრულებას და იქ ბევრი ჩემი ისტორიები მაქვს მოყოლილი, კი იციან ჩემმა მოსწავლეებმა. ეხლა უკვე ვამზადებ, კი არა, იქნება ვინც ეხლა უყურებს და არა თქვა შემდეგში როცა ხა ვიდეო დაიდება, ეხლა უკვე ჩვენ თებერვალში ეხლა ვაპირებთ, კი არა, უკვე დაიწყო რეგისტრაცია ფულის ტრენინგზე. იმიტომ რომ მე ვიცი, როგორ შეგიძლია გააკეთო ნულიდან მიხვიდე დიდ თანხამდე. და რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავუზიარებ ამ ჩემ ცოდნას და ვიცი, რომ ვინც ესწრება ჩემს ტრენინგებს, იმისი ცხოვრება იცვლება. ვინც მოდის ჩემთან კურსებზე, იმისი ცხოვრება იცვლება. რატომ? იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც აღვიძებს სხვებს. ნუ ეგეთი მისია დამაკისრეს, ხო? მე მაძლევენ ინფორმაციას, მე ამ ინფორმაციას ვიყენებ ჩემ თავზე და მე სიამოვნებით ვუზიარებ სხვებს. იმას, რაც მუშაობს, ნუ ჩემი თვალსაზრისით დავუშვოთ, ხო? და რა თქმა უნდა, ცხოვრებები იცვლება. და ეს მიხარია ყველაზე ძალიან. იცით რა არის? შენ შეგიძლია მარტო სიუხვიდან დაეხმარო სხვას. შენ თუ ხარ გაჭირვებული, შენ თუ ზიხარ და იძახ, ხო, აბა მაგას გააუმართლა. არა. ჩემი ცხოვრება რომ თქვენ ასე ცხოვრება გადაგიხედათ, ეთქოდეთ რომ კიდე როგორ თავის შეინერჩუნ ანკალმა. ამიტომ ჩემო კარგებო, რა თქმა უნდა, მე ამას გავაკეთებ, მე კიდევაც ვიდეოებსაც ჩავწერ ბევრი სხვადასხვა თემებზე და უბრალოდ მინდა რომ თქვენ იცოდეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი შეგვიძლია ავასრულოთ. აი აბსოლუტურად რაც ჩვენს გვინდა. უბრალოდ ეს უნდა გვინდოდეს და უნდა იცოდე ზუსტად როგორ უნდა შეხვიდე იმ მდგომარეობაში, როგორი შინაგანი საუბარი, როგორი უნდა გქონდეს და ბევრი კიდე ტექნიკები არ არის აქ ძნელი არაფერი დამიჯერებ. აი ძალიან ადვილი. მაგრამ ძალიან ცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ. რასაც მე თქვენ სულ გისურვებთ და თუ გინდათ კიდე მოასწროთ ჩემთან ტრენინგზე მოხვედრა, ამ ვიდეოს ქვეშ იქნება ლინკი, გადადეთ, გაიგეთ სრული ინფორმაცია და მე რა თქმა უნდა თუ რამე ვიცი და ვიცი ბევრი რაღაცები, აუცილებლად თქვენ გაგიზიარებთ.